უფიქრია, უნდათ როგორც ქრისტიანული წესია, ბოლო ღამე ლოცვით, ფსალმუნების კითხვით გაეთენებინათ. მოდი აქაც გავჩერდები და ვიტყვი. ბოლო ღამის გათენება მარტო ის კი არ არის, რომ გაათენო. ზოგი ჩვენს პატარაობაში ესე იყო ხოლმე. თავარია გათენებულიყო, ზოგი ჯოკერს თამაშობდა, ზოგი ანეკდოტებს ყვებოდა, ზოგი რასაკეთებდა. თავარია რომ როგორღაც გათენებულიყო და დილით ესე იგი თვალებს დასიებულები რომ ჩათვლიდნენ რომ აჰა გათენდა და ჩაგვეთვალა, ესე იგი კარგად არის ყველაფერი. თუმცა უნდა ითქვას რომ ადამიანს თუ არ ესმის რომ ლოცვით უნდა გაათენოს და მაინც გაათენოს, ანუ მონდომება აქვს ესეთი, ეგ ცუდი კი არ არის, ანუ მან რაც იცოდა ხო გააკეთა. მაგრამ ეხლა ჩვენ შეიძლება ცოტა მეტი ვიცოდეთ და ვთქვათ რომ თავარი მარტო გათენება კი არ არის, თავარია ლოცვით გათენება. რომ შენ ილოცო, ფსალმუნი წაიკითხო, ვიღაცას ეხლა გარდაცვალება ისეთი რამეა რომ ყველა ოჯახში ხდება ხანი გარდაიცვლება ხანი და იქ რომ შენ ლოცვით გაათენებ, ფსალმუნთა გალობით, ფსალმუნთა კითხვით გაათენებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენს საყვარელ ადამიანს შეავედრებ უფალს, რომ უფალო შენ მიუტევე შეცოდებელი. ეხლა ჩვენ ხო აღსარებას ვამბობთ ხოლმე, აი მე ჩემი მოძღვარი ყავს თქვენ, თქვენი მოძღვარი ყავს ზოგს, ამ ტაძარში ყავს მოძღვარი ზოგს სხვაგან. თუ ადამიანი ხო ცდილობს რომ ღვთისმცნებით იცხოვროს, თუ რაღაც შეიშალა, ხომ ნანობს ამას და ღმერთი მოწყალე პატიობს. მაგრამ რომ გარდაიცვლება ადამიანი, გარდაცვლილი ადამიანი ხო ვეღარ ნანობს თავის ცოდვას, უпростоად ნის ნანობს, მაგრამ ვეღარ ინანიებს. აი ვეღარ ამბობს აღსარებას, თორე გარდაცვლილი ადამიანი რო ხდება თავის დანაშაულს, ეგრე ცოცხალი ვერ ხდება. ის აღმოაჩენს რომ თურმე რა ცუდი ყოფილა ცოდვა, მაგრამ მას სინანულის საშუალება აღარ აქვს. ამიტომ მისი ჭირის უფალი, მისი ოჯახის წევრები მის მაგივრად ღმერთს ევედრებიან რომ მიუტევოს შეცოდებული. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.